მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია საბა და თქვენ მიყოფებით ჩემს არხზე, ეს ჩემი პირველი ვიდეოა. ამ არხზე დღეს გვექნება საუბარი ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ვიდეოზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ქართულ სოციალურ სივრცეში და საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომელზეც დღემდე გრძელდება მიმების და ქოუბების გაკეთება. ვინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რომელ ვიდეოზეა საუბარი, მოდი უბრალოდ ვნახოთ რამოდენიმე მომენტი ამოჭრილი ვიდეოდან. დღეს გასწავლით როგორ დაარტყათ მაგრადელა. მიგა იმედომ დავარქვი დებლი არ გიქვი. აი ეს ძაღლი ელა მიგა დავარქვი. და ის მომენტის რომელიც ასეთი პოპულარული გახდა. ბოდიშით გადავრნა კამერა ბოდიში რა. ბოდიში კარცა. ბავშვის მიერ გადაღებული რიგითი ტუტორიალი თუ ჭკვიანური გათვლა. მეგობრებო, ეს არის უბრალოდ სახუმარო ვიდეო და ძალიან ჭკვიანური გათვლა, რომელიც მოიფიქრა ამ ბავშვმა და გააკეთა ეს ვიდეო. მეგობრებო, შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ეს ვიდეო ამდენ ახლოს დააგროვებდა, თუმცა ვიდეოს მიზანი ის იყო, რომ ყოფილიყო სასაცილო და გასართობი. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად ვიდეოა დადგმული, მაგრამ არის მომენტები, რომელიც საკმაოდ სასაცილოა და არის, ასე რომ ვთქვათ, წინასწარ გააზრებული და ვიდეოს უბრალოდ ის წარუმატებელი მომენტი, რომელიც ასეთი პოპულარული გახდა. ელემენტარული ხმა, რომლითაც ის იმ ვიდეოში საუბრობს. ეგ წყალბია. ცოტა შეიძლება გაციებულია. მოკლედ გადავხედოთ სხვა მის ვიდეოებს. შემოდით, ჩემო მაგავრებო. ძალიან ჩვეულებრივ საუბრობს, არა? ყოველ ვიდეოში სხვადასხვა ამპლუა, ყოველ ვიდეოში სხვადასხვა ხმა. გამარჯობა, ჩემო მეგობრებო. ყოველ ვიდეოში სხვადასხვა იდეები. ხო, და ეჩახველება. ეს არის ეგრეთ წოდებული ამბოშის ხრიკები, რომელზეც ყველა მოუტყუდით უბრალოდ. თავდაპირველად მე ვფიქრობდი, რომ იყო უბრალოდ რიგითი ტუტორიალი, რომელიც საკმაოდ არუმატებლად დასრულდა, თუმცა არ ყოფილა ასე. ყველას გვაჯობა ამ ბიჭმა, ყველას. და საკმაოდ დიდი პოპულარობაც კი მოიპოვა სოციალურ ქსელებში, რაც ძალიან მაგარი გახდა. წევიას ბიაიკლა. ეს ვიდეო სწორედ ამ თემას ეხებოდა. ცოტა პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. თუ მოგეწონათ ვიდეო უცებოთ და ლაიქეთ, თუ არ მოგეწონათ დადისლაიქეთ, არც მაგაზია პრობლემა. თუ სურვილი გექნებათ, გამოიწერეთ არხი, ასევე ჩემი მეორე არხის, რომლის არხის ლინკიც აღწერაში იქნება. აუცილებლად გადმოდით დილაივზეც, დამოფოლოვეთ იქაც, თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნება და თვალს ადევნებთ სტრიმებს. ყველას მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.